მნიშვნელოვანი და საინტერესო სტუმარი ემზადება საქმე ინდილას სატელევიზიო სტუდიაში დებიუტისთვის თან იუბილარი კომპანიის ხელმძღვანელია ნიკოლოზ ბათირაშვილი და ვიდრე ერთად აღნიშნავთ რაც უკვე სტუდიაში გერმანული კომპანია კერხერის 90 წლის საერთაშორისო და სხვა შორის 10 წლის საქართველოს ბაზარზე ყოფნის იუბილეს, მოდი მანამდე კიდევ ერთხელ ვნახოთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი კომპანიის იუბილესთან დაკავშირებით. თითქმის ერთი საუკუნე სისუფთავის სამსახურში. დასუფთავების ტექნოლოგიების მსოფლიოში წამყვან კომპანია კერხერს 90 წელი შეუსრულდა. ყველაფერი შტუტგარტ ბად კანშტადტში ალფრედ კერხერის ნოვატორული ხედვით დაიწყო. ბევრი გამოწვევის, ფიქრის, ახლიდან შექმნის ფონზე საოჯახო ბიზნესი, რომელიც ძირითადად გამათბობლების წარმოებაზე აკეთებდა აქცენტს, მსხვილ გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბდა და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ კერხერი დასუფთავების ინდუსტრიაში ნამდვილი ნოვატორია. მეტიც ბრენდი ინოვაციებთან, მოქნილობასთან, სამეწარმეო შორსმჭვეტელობასთან ასოცირდება. 17,000-მდე ადამიანისგან დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდი, 3,000-ზე მეტი პროდუქტი პორტფოლიოში, 20 წლის განმავლობაში 340%-ით გაზრდილი ბრუნვა. ეს გერმანული ბრენდის შედეგებია რიცხვებში. კომპანიის, რომელიც 85 ქვეყანაშია წარმოდგენილი, 85 ქვეყანასთან კი უკვე 10 წელია ბრენდი ისტორიას საქართველოს ბაზარზეც წერს. სიმბოლურია, რომ გლობალური ბრენდის 90 წლის იუბილე კერხერს საქართველოს 10 წლის იუბილეს ნიშნავს. სიმბოლური თარიხის აღნიშვნა საკუთარ თავზე კერხერს საქართველოს აიღო და ერთ სივრცეში გლობალური კერხერის ტოპ მენეჯმენტი, კერხერს საქართველოს გუნდი და პარტნიორი კომპანიები გააერთიანა. წარმატებული 10 წელი საზეიმო ვითარებაში შეჯამდა. ბევრი გამოწვევა, ბევრი სიახლე, ბევრი წარმატება. როგორც კომპანიაში ამბობენ, ერთმა დეკადამ უამრავი ამბავი დაიტია. ყველაფერი ეს კი დღეს ერთი დიდი გამოცდილებაა, რომელიც კერხერს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარების საშუალებას აძლევს. კერხერს გლობალურად 90 წელი შეუსრულდა მისი დაარსების დღიდან და ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი, რომ ჩვენ და ჩემი პირადი მოწვევით აღმასრულებელი დირექტორი გვესტუმრა გერმანიიდან ბატონი ენერი და ასევე ვიცე-პრეზიდენტი ქალბატონი ლილია სედლერი, რომელიც რეგიონს ხელმძღვანელობს. ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ასეთ გარემოში აგვეღნიშნა კერხერს საქართველოს 10 წელი განმავლო ძალიან წარმატებულად. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელ საქართველოს ვფარავთ. მოგეხსენებათ, ჩვენი კერხერ ცენტრები უკვე 7 თვლის რაოდენობაში და 3 თანამშრომლიდან 63 თანამშრომლამდე გავიზარდეთ. გლობალური ბრენდის წარმომადგენლებს საქართველოს სტრატეგიულ და მზარდ ბაზრად მიაჩნიათ, სადაც მომხმარებელი გერმანული კერხერის ინოვაციასა და ხედვებს კარგად ითვისებს. ემაყებათ, რომ კომპანიის 90 წლიან ისტორიაში 85 ქვეყანას შორის საქართველოს 10 წელიც ინიშნება, თანაც წარმატებით. დარწმუნებულები არიან, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და კერხერს საქართველოს პროფესიონალ გუნდთან ერთად გამორჩეული ზრდის პრეცედენტს შექმნის. კერხერი 90 წლის გახდა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის კომპანია, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე ყველაზე დიდი ხანია არსებობს. ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიას. სწორედ ამიტომ ბრენდი უკვე 85 ქვეყანაშია წარმოდგენილი და რა თქმა უნდა ჩვენ ამაყები ვართ, რომ უკვე 10 წელია საქართველოს ამ ქვეყნების რიგებშია. კერხერმა საქართველოს ბაზარზე ოპერირება 3 თანამშრომლით დაიწყო. ახლა გუნდი 63 ადამიანისგან შედგება. ჩვენ ვითარდებით, ვიზრდებით და საქართველოში ბაზრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ვყალიბდებით. საქართველოში კერხერის არსებობა არ გულისხმობს მხოლოდ გერმანული პროდუქტის მაღალი ხარისხის შემოტანას. ეს არის სერვისი, მომსახურება, ანუ ყველაფერი ერთად. ძალიან მიხარია, რომ 10 წლის წინ საქართველოში გლობალური კერხერის წარმომადგენლობის გახსნის და ზოგადად ბრენდის წარდგენის გადაწყვეტილება მივიღეთ. შეზღუდული რესურსით, რამდენიმე თანამშრომლით დაწყებული ბიზნესი დღეს საქართველოში წარმატებულ ზრდას ახერხებს. ჩვენ ყველგან ვართ, ძალიან ახლოს ჩვენს მომხმარებელთან. ჩვენ გვყავს პროფესიონალი კადრები და მაღალი ხარისხის სერვისი. ეს წარმატებაა. ვფიქრობ, ეს საღამო არის მომენტი, როცა შეგვიძლია ვიზეიმოთ გლობალური ბრენდის 90 წელი, ხოლო საქართველოში ოპერირების 10 წელი. ამით ძალიან ამაყი ვარ. კერხერ საქართველოს მღონისძიებაზე სპეციალური კამპანიის ფარგლებში შექმნილი პროდუქციაც წარადგინა, რომელიც გლობალურმა ბრენდმა 90 წლის იუბილეს დაუკავშირა. ადგილზე სტუმრებს, ბრენდის ლოიალურ მომხმარებელს, კერხერის პარტნიორებს საშუალება ჰქონდათ ინოვაციური პროდუქტი დაეთვალიერებინათ და თავადვე გამოეცადათ.
აქვე წარმოდგენილი გვაქვს შავი პროდუქცია, რომელიც მიძღვნილია 90 წლის იუბილეს და ასევე გვაქვს ეროვნული კამპანია ამ შავ პროდუქციაზე და შეგიძლიათ ჩვენს მაღაზიებში, ჩვენი პარტნიორების ქსელების მაღაზიებში ძალიან კარგ ფასად შეიძინოთ პროდუქტები. გვაქვს signature line-ის პროდუქცია წარმოდგენილი, რომელიც ჩვენი ლოიალური მომხმარებლების მოთხოვნებიდან გამომდინარე დამზადდა და გვაქვს რობოტიკა, ავტონომური მანქანები, დანადგარები, რომლებიც თავიანთი ძალებით ასუფთავებენ ტერიტორიებს. კერხერ საქართველოს პირველი აწლეული წარმატებული აღმოჩნდა. ამას ადასტურებს მომხმარებლის პარტნიორი კომპანიების რაოდენობა, რომლებიც გერმანული ხარისხის ერთგულნი რჩებიან. კერხერ საქართველოს გუნდი არ ყიდის უბრალოდ ტექნიკას, როგორც თავად ამბობენ, ისინი საუკეთესო გამოსავალს ყიდიან. წინ ჯერ კიდევ ბევრი გეგმაა, მათ შორის ახალი პროექტი. როგორც კომპანიაში ამბობენ, მალე თბილისის ავტოპარკი მთლიანად კერხერის დანადგარებით გაირეცხება. დიახ, სწორედ ახალ გეგმებზე, ახალ პროექტებზე ვისაუბრებთ კომპანიის მმართველ დირექტორთან, რომელიც არც მეტი და ნაკლები უძღვება საქმეს, რომელიც 3 თანამშრომლით არის დაწყებული და დღეს 63 სითვლის 7 წარმომადგენლობით საქართველოს ბაზარზე 10 წლეული მიითვალა, 1 საუკუნესაც მალე მიითვლის გლობალური კომპანია, რომლის წარმომადგენლობასაც საქართველოში უძღვება ნიკოლოზ ბათირაშვილი. ის კერხერის საქართველოს მმართველი დირექტორია და BMG-ს საქმიანი დილის დღევანდელი სტუმარი. დილომშვიდობის. დილომშვიდობის. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის და გილოცავთ კიდევ ერთხელ იუბილეს. დიდი მადლობა. ჩვენ შეგვიძლია უკვე პირდაპირ ვისაუბროთ ერთგვარ შეჯამებაზე 10 წლისა. პირადად თქვენთვის რა იყო ეს 10 წელიწადი? დეკადური თვალსაზრისით ის ერთ-ერთი ურთულესია გლობალურად და ადგილობრივი გამოწვევების თვალსაზრისით. მე და თქვენ მომსწრენი ვართ ეკონომიკის შეჩერებისა, გაჩერებისა, სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო და ამ პერიოდში, როცა კომპანია კვლავ ზრდას აჩვენებს, როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ, მით უფრო მეტად დასაფასებელია. თქვენი გადმოსახედიდან იმ კომპანიის 10 წელი, რომელსაც ხელმძღვანელობთ და უძღვებით. პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიორგი, ყოველთვის პატივია თქვენთან საუბარი. მადლობა მოგზანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა, რომ კარგი სიუჟეტი მოამზადა თქვენმა გუნდმა და გვესტუმრეთ ამ მნიშვნელოვან დღეს. მოკლედ რომ შევაჯამოთ 10 წელი, პირველ რიგში დაგვეხმარა ის, რომ ბრენდი ცნობილი იყო საქართველოში. და უცლებრად დიდი მადლობა უნდა ვუთხრა თქვენი საშუალებითაც ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორს შეპესა ეკოლაინს, რომელიც 98 წლიდან პირველმა მას შემოიტანა საქართველოში გერმანიიდან ჩვენი პროდუქცია 1998 წლიდან. ოღონდ წარმომადგენლობის გარეშე, ხო? რა თქმა უნდა, ეს იყო სუფთა დილერი, რომელსაც ჰქონდა უფლება რომ სხვა ბრენდისთანაც ეთანამშრომლა. ზუსტად ამან განაპირობა, რომ ჩვენ ქვეყანაში განსხვავებით მეზობელი ქვეყნებისგან კერხერი ცნობილი იყო, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა აქედან. რომ გავაგრძელოთ აქედან საუბარი, ეს არ იყო საკმარისი ჩვენი ბრენდისთვის. ანუ მაგიტომაც არის სიუჟეტში, რომ მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარმომადგენლობა გაიხსნა, იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობას უყვარდა და მოსწონდა ჩვენი ბრენდი და 3000-ზე მეტი პროდუქტი ვახსენეთ, ნამდვილად 3000-ზე მეტი პროდუქტი გვაქვს დასუფთავების ტექნიკა. ანუ უდაო ლიდერები ვართ სოფლიოში დასუფთავების ტექნოლოგიის მიმართულებით. ანუ არ არსებობს ზედაპირი, არ არსებობს ადგილი, სადაც კერხერს არ კონდეს გამოსავალი. ამიტომაც ვახსენეთ იქ, რომ კერხერი არა მარტო ტექნიკას ყიდის, ის ყიდის გამოსავალსაც. ანუ ჩვენ კონსულტაციას უწევთ მაღალი დონის ეს ძალიან ექსპერტულად, ასე რომ ვთქვათ, 1000 კოლეგა გვეხმარება გერმანიიდან. R&D-ში მომუშავე ჩვენი კოლეგები, ჩართულობით, რა თქმა უნდა, რომელიც ყოველდღიურად სწავლობენ თუ როგორ მოარგონ ესა თუ ის ტექნიკა ყოველდღიურ მოხმარებელს. და ადგილობრივ მოთხოვნებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არის ზუსტად ის, რომ ჩვენ უბრალოდ ტექნიკას არ ვყიდით, ჩვენ ვყიდით მთელ სპექტრს ამ მომსახურებისას, რომელიც ვფიქრობ, რომ ლიდერი არის, ინოვაციური არის და ერთადერთი კომპანია არის მსოფლიოში. აღარ ვსაუბრობთ ახლა საქართველოზე. მსოფლიოში, რომელიც ძალიან კიდევ ბევრმა არ იცის, რომ კერხერი რას ქმნის. კერხერი არ აწარმოებს მაცივარს. კერხერი აწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ დასუფთავების ტექნიკას, მის ექსპერტულ მომსახურებას და სერვისს. და ამას არ ცდება.
არ ცდება. რა იყო გარდამტეხი თუ გახსენდებათ, როცა კერხერმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში წარმომადგენლობის გახსნაზე. რატო ვიხსენებ ამ ისტორიას? როცა გლობალური კომპანია ესეთ გადაწყვეტილებას იღებს, იქ მიზეზთა ერთობლიობაა. ეს არის ადგილობრივი ბაზრის პერსპექტიულობა, ზრდა, გუნდი, ბევრი რამ. თუმცა კერხერი როცა ხსნის თავის წარმომადგენლობას საქართველოში, მე მინდა ეს დღე და ეს პერიოდი გავიხსენო თქვენთან ერთად. ეს დღე იყო 2015 წლის 5 მარტი. როცა დარეგისტრირდა ოფიციალური წარმომადგენლობა 100%-ით გერმანიის წარმომადგენლობა საქართველოში და ზუსტად ავახსენე რომ განაპირობა იმან რომ მოხმარებელი იყო ბაზარზე და ჩვენს ძვირფას პარტნიორს არ ქონდა უბრალოდ რესურსი. მივხვდი რომელიც ინვესტიციას მოითხოვდა და აი აქ დღესაც ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ და ეს ჩვეულებრივი ამბავი არის რომელიც წარმომადგენლობას უკვე მეტი რესურსი აქვს რომ გაშალოს ბაზარზე წარმომადგენლობა და დაასაქმოს აქ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმომადგენლებიც პირობითად კახეთში კახელები სამეგრელოში მეგრელები და ასე შემდეგ ასე ვარ დაკომპლექტებული უკვე 5 ლოკაციაზე ეს არის კახეთი რეგიონალური ლოკაციები რა თქმა უნდა იმერეთი სამეგრელო აჭარა და თბილისი თავისთავად მაგრამ ჯამში 7-ია ხო? ჯამში 7 არის 3 გვაქვს თბილისში მესამე არის სერვის ცენტრი სადაც მაღაზია ისე დიდად არ არის წარმოდგენილი ბელიაშვილის 53 ნომერში სადაც უკვე სერვისი სრულად არის აღჭურვილი თავისი ახალი ტექნოლოგიები და სრული სტანდარტებით რაც გერმანიაში არის გლობალური კომპანიის მთავარი აღმასრულებლის ჩამოსვლა, გლობალური კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის ჩამობრძანება. მესმის, არსებობს ბიზნეს დიპლომატიაში ყველანაირი ცენზი, მით უმეტეს საკუთარი კომპანია დააფასო 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც 2015 წლის ისტორიისა არ იყო, მიზეზთა ერთობლიობაა. მნიშვნელოვანია 10 წლის იუბილე, მნიშვნელოვანია რომ დაემთხვა გლობალურის 90 წლის იუბილეს, თუმცა ფაქტიურად ტოპ მენეჯმენტის პირველი პირები საქართველოში იმყოფებოდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და დასდეს პატივი. რას ნიშნავს ეს? და რა გეგმები არის უკვე მათთან ერთად გავლილი? ეს მას უკვე ჩავშალოთ შემდეგ კითხვაში. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის. ყოველთვის ჩემი პასუხი არის, რომ საქართველოს როგორც ქვეყანა ძალიან უყვართ. ეს შეაყვარა ჩვენმა კოლექტივმა და ჩემი დიდი შრომა არის ჩადებული აქ. გუნდი ესე იგი, ადამიანები. გუნდი, რა თქმა უნდა. ისეთი შედეგები დავდეთ გიორგი ბატონო ჩვენ ამ 10 წლის განმავლობაში, რომ ვიტყოდი რომ გასაოცარი მიმართულებით. აი მარტივ მაგალითს მოვიყვან თუ რა გააკეთა კერხერ საქართველომ. აი ამ 10 წლის განმავლობაში ის ინოვაცია აღარ საუბრობ პანდემიის დროს როგორ ვაწვდით ჩვენს მოხმარებელს პროდუქციას და როგორ იმუშავა ჩვენ ონლაინ პლატფორმამ რომელიც ინოვატორები და პირველები ვიყავით ჩვენს რეგიონში სხვათა შორის მაშინ კერხერის ონლაინ პლატფორმა ისე არ მუშაობდა აღარ ვსაუბრობთ ეხლა 16 წელი მარტო ონლაინ ვყიდით ეხლა და როგორ ვყიდით ცალკე ამაზე დამჭირდა რამოდენიმე საათი ვიტყოდი დეტალურად ჩაეძინენ თუ როგორ ხდებოდა ჯაჭვი რომ ჩვენ 1 საათში შეგვიძლია მივაწოდოთ თბილისში ნებისმიერი პროდუქტი ჩვენს მოხმარებელს ეს გერმანიაში არის შეუძლებელი პირდაპირ გეუბნებით ეს ვერ ხდება არა მარტო კერხერის მიერ არამედ სხვა ბრენდების მიერ იმიტომ რომ სერიოზული პრობლემა აქვს ლოჯისტიკურად ადგილობრივ მიწოდებზეა საუბარი ჩვენ თამამად ვიზახით რომ ფურცელს აღარ ვბეჭდავთ ეს რომ ნახეს მოგეხსენებათ ეხლა ეკოლოგიურად როგორ უდგება გერმანია რომ ფურცელი გარემოსთან ის რისაიკლინგი უნდა იყოს ყველაფერზე და ასე შემდეგ ეს რომ ნახა აღმასრულებელ დირექტორმა პირდაპირ დაასურათა და გაუგზავნა ბორცს თუ როგორ აკეთებს პატარა ქვეყანა ამ პატარა დეტალები დიდ განსხვავებას ეს ჩვენთვის იყო ძალიან სიამაყე ძალიან შთამბეჭდავი იმიტომ რომ ესეთი დეტალებისგან კეთდება დიდი საქმე ხო სწორია აღარ საუბრობთ იქ რომ რეგიონში როგორი წარმოდგენა გვაქვს და ჩვენ სტრატეგია გვაქვს როგორ უნდა განვავითაროთ რეგიონიც და არ კონცენტრირდებით მხოლოდ და მხოლოდ თბილისზე ესეც მაგალითია ბევრი სხვა ქვეყნებისთვის რომ აი ნახეთ მარტო დედაქალაქი კი არ არის ცენტრი ასევე მისი დივერსიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვუმკლავდები და რატომ არ ყავს თბილისიდან ჩაყვანილი კოლეგები იმ რეგიონში ესეც და მოკლედ ძალიან ბევრი ის ინოვაციური მიმართულებები აი მაგალითად კიდევ ვიტყოდი მობილური სერვისი
ჩვენ გვაქვს საოცარი მობილური სერვისი, რომელიც აღჭურვილი არის, ვეძახით მოძრავი ლაბორატორია. აღჭურვილია მთლიანად და ეს ბევრმა მოხმარებელმა კიდე არ იცის და მე მინდა თქვენი ეთერითაც გავაჟღერო, რომ დღეს იმხელა საცობები არის უკვე ქალაქში, რომ აღარ უნდა შეწუხდეს ბიზნესი და მარტივად დარეკოს ჩვენთან ან ონლაინ დარეგისტრირდეს, გამოიძახოს ჩვენი მობილური სერვისი, ბიზნესებზე არის აქ საუბარი, მივა ადგილზე, გადაიხდის მიზერულ თანხას უბრალოდ მისვლისას და ჩვენი ტექნიკოსი 95% იმის ალბათობა არის, რომ ადგილზევე შეაკეთებს ტექნიკას. იმხელა ბენეფიტია და იმხელა ხარდაჭერა და იმხელა დაზოგვარი თანხის, რესურსის, ენერგიის ბიზნესისთვის, რომ აი ამაში ვარ ჩვენ ძალიან ძლიერები. ასე ვერაკეთებს ბევრი ევროპული ქვეყანა. ამიტომ პატარა ქვეყანა რომ ვარ, ზუსტად რამ განაპირობა ამ ხალხის ჩამოყვანა კი, რა თქმა უნდა, ფიზიკურ კონტაქტებმა, დობამ, რომელსაც მიცხადებს გერმანია და ეს არის უძვირფასესი რამ, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. და ამასთან ერთად არა მარტო ამ ადამიანს ვაჩვენეთ თუ როგორ ვარ წარმოდგენილი საქართველოში, ასევე საომავლო პერსპექტივებიც. და გეგმებიც თუ რა შეიძლება რომ გააკეთოს კერხერმა საქართველოში. ამაზე მინდა გკითხოთ. ჩვენი საუბრის ამ ნაწილში, რომ რა გეგმებით ხართ წარმოდგენილი და რითი დაამახსოვრებს თავს პირველ რიგში ადგილობრივ თქვენს პარტნიორებს, მომხმარებლებს და კლიენტებს თავს კერხერ საქართველოს და ცხადია რითი ამაყებთ კიდევ ჩვენთან ერთად სათაოფისთან. მიმდინარე პროექტი არის, ახლა შეხვედრის შემდეგ მივდივართ, უკვე ვიწყებთ 18 მეტრიანი ავტობუსები, რომ შემოვიდა თბილისში. ყველა 18 მეტრიანი ავტობუსი გაირიცხება კერხერის დანადგარში. ეს უკვე ოფიციალურია. ეს დაკონტრაქტებულია და პროდუქტი ჩამოსული არის საქართველოში, ველოდებით უკვე მის ინსტალაციას. დღე-დღეზე დაიწყება. 5 აგრეგატი, რომელიც უკვე შეიძინა თბილისის ტრანსპორტის კომპანიამ და მადლობა მათ კონტრაქტორებს და ჩვენი დიდი გამარჯვება იყო ამ კუთხით, რომ გარღვევა მოხდება და 5 ერთად მდგომი ერთად ავტობუსი? აგრეგატი, რომელიც 5 ერთად მდგომი აგრეგატი სოფლიოში არსად არ არის. არის 3, 4, 2 ან 1. ქვეყანაში გაყიდული არის პირობითად გერმანიაში, მაგრამ 5 ერთად არ არის. ერთ ლოკაციაზე. ერთ ლოკაციაზე, ერთ ავტობაზაზე. ეს რომ ნახა აღმასრულებელ დირექტორმა პირდაპირ ესმით, რომ მას ზეპირად იცის ნებისმიერ ქვეყანაში რამდენი არის ასეთი აგრეგატი ზოგადად და ერთ ლოკაციაზეც ეს იყო აღსანიშნავი და მე მართლა არ ვიცოდი. და ძალიან გაგვიხარდა და ეს იქნება პირველი და ვეცდებით რომ გახსნაზე, როცა გაიხსნება ეს ახალი ავტოპარკი აეროპორტთან ახლოს, ახალი სხვათა შორის ძალიან თანამედროვე ძალიან ევროპული, გახსნაზეც იქნებ ჩამოვიყვანოთ და გვესტუმროს. მეორე პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საოცარი ქვეყანას აქვს საოცარი შესაძლებლობა, რომ უფასო სავაჭრო ზონები რომ გვაქვს, free trade ზონები, მე მისი პრეზენტაცია წარმოვდგინე პარალელურად და უთხარი რატომაც არა, რომ ქვეყანაში კერხერმა აწარმოოს თუნდაც ერთი აქსესუარი. თუ ეს ხდება რუმინეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში და ასე შემდეგ, რატომაც არა, რომ ვაკეთოთ საქმე საქართველოში. ასე რომ ყველაფერი შესაძლებელი არის, თუ მივუდგებით ეტაპობრივად და ვეცდებით რომ პატარა ქართული საქმეც გავაკეთოთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ნამდვილად ჭირდება და მე დასტურებთ, რომ ქვეყანას ჭირდება აი ასეთი კომპანიები, აი ასეთი ბრენდები და ასეთი მიდგომები და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ნიჭიერი ხალხი ვართ და შეგვიძლია საქმის კეთება ქვეყანაში. მე წარმატებებს გისურვებთ და ყოველთვის რჩებით თქვენს გულშემატკივრად. კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, ნიკოლოზ ბათირაშვილი, კერხელ საქართველოს მმართველი დირექტორი. მე მას მადლობას ვუხდი სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ ულოცავ კერხერის საქართველოს გუნდს იუბილეს და მეტ წარმატებებს ვისურვებთ.